მოგესალმებით. ძლიერი საქართველოს ლელოს გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე, სადაც მან წარმოადგინა არაკვალიფიციური კეკლუცობა და ჟონგლიორობა ფინანსური გათვლებით, რაც კიდევ ერთხელ არის ტყუილი და შეცდომაში შეყვანა ჩვენი მოქალაქეების. რეალურად ივანიშვილის მთავრობა არაფერს აკეთებს ანაკლიის სპორტის გასავითარებლად. 2026 წლის ბიუჯეტში, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული 100 მილიონით ნოემბერში შეამცირეს ანაკლიის სპორტის პროექტის დაფინანსება. დღეს ახალ გაუგებარ კალკულაციას გვთავაზობს და იმ ციფრებით ჟონგლიორობით ცდილობს ის პროპაგანდით და ტყუილით შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქეები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავიდანვე ქართულ ოცნებას და ივანიშვილს არასწორი გათვლები ჰქონდა. ეს არის არაკომპეტენტურობა და მთავარი მხილება ქართული ოცნების, რომელსაც არ სურს ანაკლიის სპორტის დასრულება. ანაკლიის სპორტს 2020 წელს უნდა მიეღო პირველი გემები. დღეს არის 2026 წელი და ირაკლი კობახიძე კიდევ საუბრობს, იტყუება, რომ თითქოს და ისინი არიან დაინტერესებული ანაკლიის სპორტის მშენებლობით, მაშინ როცა სულ რაღაც რამდენიმე თვის წინასწარ განსაზღვრული საბიუჯეტო დოკუმენტიდან, რომელიც საჯაროდ არის გამოქვეყნებული, ამოაკლეს და დააკლეს ანაკლიის სპორტის მშენებლობას 100 მილიონი ლარი. ძლიერმა საქართველოს ლელომ გუშინ გავაკეთეთ განცხადება და დავდეთ კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს ანაკლიის პროექტი. ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტი ბაქო-თბილისის ჯეიჰანის ნავთობსადენის მსგავსად ერთადერთი მასშტაბური იდეა, რომელიც შეერთებული შტატების და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაშია. საქართველოში რეალური მშვიდობის დაცვისთვის ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი უნდა გახდეს ნომერ პირველი სტრატეგიული ობიექტი და პროექტი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში. წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს. ანაკლიის პორტი უნდა გამოცხადდეს სტრატეგიულ ობიექტად. პროექტში და პორტში არ უნდა იყოს რუსეთის და ჩინეთის სახელმწიფო ინტერესები. ანაკლიის პროექტის ყველა ხელშეკრულება იყოს საჯარო, რათა არ განმეორდეს არაბული ყალბი ინვესტიციების ისტორია. სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ, რაც დასრულდა ამიერკავკასიაში მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც 10 წლეულები გრძელდებოდა, გაჩნდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, რომელსაც ეწოდა ტრამპის გზა. ამ გზამ ვერ უნდა აუაროს გვერდი საქართველოს. რეალურად ჩვენ გვაქვს ერთადერთი არჩევანი იმისთვის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანზე გამავალი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა დაუკავშირდეს საქართველოს, აუცილებლად გარდაულად სწრაფად უნდა აშენდეს ანაკლიის სპორტი. და კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავებს და მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ის, რომ 2020 წელს საქართველოში ანაკლიის სპორტს უნდა მიეღო პირველი გემები, წელს ამჟამად არის 2026 წელი და ამ ვითარებაში ვხედავთ, რომ ანაკლიის სპორტი ისევ მიტოვებული, გავერანებულია და ქართულ ოცნებას და ივანიშვილს არ აქვს არანაირი გზაობა და სურვილი ააშენოს ანაკლიის სპორტი. ანაკლიის სპორტი აუცილებლად აშენდება და ლელო ჩვენი კოალიცია ძლიერი საქართველო არის და იქნება ანაკლიის სპორტის და პროექტის მთავარი მხარდამჭერი.